ტანკი წითელი დროშით ცენტრალურ გზატკეცილზე გორიდან გასვლისთანავე შეხვდა. რუსული ჯარის უზარმაზარი კოლონა გორის გავლით ცხინვალისკენ დასავლეთიდან მიდიოდა. ჩვენასობით ჯავშან მანქანამ ტანკმა და ჯარისკაცებით სავსე სატვირთო ავტომობილმა ცეცხლწაკიდებული მდელოების ფონზე ჩაგვიარა. რუსული ჯარი გადის, მათ ფეხქვეშ კი ქართული მიწა იწვის. ქარელიდან გამოძახებული სახანძრო მანქანა ცეცხლიდან რამდენიმე კილომეტრში გაჩერებული ვნახეთ. რუსებმა გითხეს პუსკაი გარიტო და გარეთ რა ხნა ახლა მე რა. ანუ არ მიგიშვეს რომ ჩაგეკრო დელოები? ნუ მიმიშვეს იარაღით კი არ დაუმიზნებიათ, მაგრამ დადგენ გზაზე ედგენ და პუსკაი გარიტო მითხეს და პუსკაი გარეთ რა ხნა ახლა მე რა. ანუ თქვენ გამოტრიალეთ უკანასკნელი. დაუბრუნდი უკან ვარ ახლა თუ შემიშვენ შევალოთ ხო რა. გაჩერებული ხშირად რუსებიც ხვდებოდნენ. გაფუჭებულ ტექნიკას ისინი გზა და гза აკეთებდნენ. Storm ცხინვალი едете? Да, Storm ცხინвали. А откуда едете? Знаете, где устояли, где базировались? Ну, там село Шахури, что ли, Шухури, что ли, я не знаю. Хотя вы скажите, вы уходите? Он выполняет задачу. Еще раз говорю. У нас есть лицо, которое взаимодействует с прессой. сказать, они скажут. Все. Хорошо? Никаких комментариев. Абсолютно. Хотя Но бы он то полностью. скажите, уходите из нашей страны или нет? без комментариев. Без комментариев? Хорошо, спасибо. Გორიდან ხაშურამდე ერთადერთი რუსული ბლოკპოსტი ჩვენ ქარელთან გვხვდება. Телевидение. Телевидение? Да. Откуда едете? Из Тбилиси. Туда уже у вас разрешение, все есть, да? Да, ясное дело. У нас все есть, командир. Все аккуратно, да. Давай. До свидания. Счастливо. დანარჩენი გამშვები პუნქტები უკვე აშლილია. გზატკეცილზე რუსების ადგილს ნელ-ნელა პატრული იკავებს. ჩვენ არ ვიცი გენაცვალე რა ხდება კეთოთ მანქანებს არ ვუშვებთ იქითკენ ეს წუთია მოვედით აი ეს წუთია მოვედით ანუ ამ წამს გითხრეს რომ ახლა მოვედით და დავდექით პოლიციის თანამშრომლები საჩხერის გადასახურთან დადგნენ. რუსული სამხედრო კოლონა, რომელიც ჩვენ გზაზე შეხვდა, სწორედ იქიდან დაიძრა ცხინვალისკენ. რუსები ოსიაურის სამხედრო ბაზიდანაც გადიან. შენობები და ყაზარმები გაძარცულია, რაც თან ვერ მიაქვთ ანადგურებენ. ერთ-ერთი აფეთქებისგან ხაშურში რამდენიმე სახლიც კი დაზიანდა. გავიგონეთ ხმა. ძალიან დიდი ხმა იყო რა. ხალხი კინაგან გადმოცვინდა ბინიდან. და აგერ შეხედეთ, ეხლა სტეკლო აღარ უკეთია არაფერი, ბინები დაისვრა სულ ბინები, სტეკლოები. ასეთი ინფორმაცია რა, რომ თითქოს ბაზებიდან რაც ვერ გაქვთ, რასაც ვერ ერევიან და რაღაცა ადგილზე აფეთქებენ. რუსულმა ჯარმა ხაშურიდან გასვლა 4 საათისთვის დაიწყო. იქამდე ერთ კვირაზე მეტი ქალაქში ოკუპანტების რამდენიმე სამხედრო გამშვები პუნქტი იყო. ხამე კი კომენდანტის საათი მოქმედებდა. 50-60 კაცი მაინც იქნებოდა. რა ვიცი, ახლა ჩვენ არაფერს არ გვერდჩიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც საღამოთი მაინც გვეშინია და ძილი არა გვაქვს ისეთი როგორც უნდა გქონდეს. თუ გავიდა სახლებიდან თუ დაწალეს სახლი. კი, ძალიან ბევრი გავიდა. ძალიან ჩვენც ვიყავით 1-3-4 დღე გასული, მაგრამ რომ და აღარ დაადგა საშველი ამათ გაყვანას, მე ისევ დაუბრუნდით სახლებში. ცეცხლით გააცილა სამხედროები ოსიაურის მდელოებმაც. რუსების გასვლისთანავე იქ ხანძარი გაჩნდა. მაგრამ ქარელისგან განსხვავებით ხაშურელი მეხანძრეებისთვის მუშაობა არავის აუგზავნოს.